კიდევ 3 ლეკვი დაემატა ჩემ ცხოველთა ოჯახს, რომელიც მოიცავს ყველა გადმოგდებულ და ყველა მოგდებულ ცხოველს, რადგან ერთი ცხოველიც არ ამიყვანია ჩემი სურვილით. არასდროს ყოფილა რომ მე გამღვიძებოდა და მენატრა რომ ნეტა ძაღლი მყავდეს, ან ნეტა კატა მყავდეს, არა. არასდროს მინდოდა, არც კატა, არც ძაღლი, არაფერი, მაგრამ დღეს 8 მყავს. ვზივარ, თვალებიც არ აქვს გახელილი რა, ასე რომ 2 დღეა გუშინ მომიგდეს ვზივარ, ვაჭმევ ამ რაღაცა ქაშ თუ რაღაცების ნარევს, რომელსაც აი ისეთი სუნი აზდის, რომ აბსოლუტურად ყველა ბუზი ჩემთანაა, თან ამათვის გათბობა მაქვს ჩართული. აქეთ ფანჯრები ღია მაქვს, რომ ცოტა ჰაერი მეც მქონდეს, ცხოვრობს ესე ბედნიერად. ადამიანმა ვერ დაიცა და აი 1-5 დღე თუ 7 დღე რომ თვალები მაინც გაეხილათ ლეკვებს და შემდეგ მოეგდო თვალებიანები, რომ ნუ რა ვიცი, რამე მაინც დაენახათ რა. არა. ეგრევე პირველივე დღეს როგორც კი გააჩინა ძაღლმა, ანუ რა დედამული შვილია, წარმოდგენა გააქვთ, 2 თვე გრძელდება ძაღლის ორსულობა, ხო? და 2 თვე უყურებს და აი ყოველ დღე ფიქრობს, რომ როცა გააჩენს ეგრევე მიუგდებ მიშას. ძუძუს გამოსტაცა ეგრევე და მომიგდო მე. ნუ გუშინ როცა ვიპოვე ესენი იქ სულ სხვა ძუძუებს ვახსენებდი და იმის ოჯახის ყველა წევრი ვახსენე, ყველა ძაღალთან ერთად, მსოფლიოს ყველა ძაღლი დავაკავშირე მაგის მთელ ოჯახთან სათითაოდ 1-4-5 საათის მანძილზე, მაგრამ დღეს რო გავიღვიძე და შევხედე ამ პატარებს, მივხვდი რომ რეალურად ბედნიერებაა და მადლობა ღმერთს და არაუშავს არ მწყენს. კი, რთულია რა თქმა უნდა, რთულია. კარგით, გადავიდეთ ცოტა პოზიტიურ ამბებზე. ნუ პოზიტიური რა ხდება ახლა, როგორ უნდა მოხდეს რამე პოზიტიური, როცა 3 ცხოველის 15 წლიანი გაზრდა ამკიდეს ზურგზე. ვიღაცებმა რომ შენ გაზარდეთ 15 წელი, აი პეპლები მომიყარეთ, რამდენიც გნებავთ, გავზრდი 7 დღის მანძილზე თუ 10 დღის მანძილზე, საუკეთესოდ ვაცხოვრებ, მერე დაიხოცებიან. აი ზაზუნები მომიყვანეთ, რამდენიც გნებავთ. მაგათაც ვაჭმევ, ზაზუნის საჭმელი რაღაცა ლარი ღერს თუ 2 ლარი ღერს და მთელი სიცოცხლის მანძილზე ყოფნის, ხო? ნუ მთელი სიცოცხლე იგულისხმება რაღაცა 3 კვირა. იმიტომ რომ მე კვდებიან ეგრევე და მე უნდა შეუცვალო ბავშვი და უნდა მოატყურო, იგივეა. აი ზაზუნები მომიყარეთ, რამდენიც გნებავთ. ძაღლებს და კატებს რატომ მიყრით 15 წელი? 15 წელი უნდა იცოცხლონ, ანუ ჩემმა შვილებმა უნდა გაიცნონ ახლა ეს ძაღლები, აი ეს მაგალითად, ეს უნდა შეუყვარდეს ჩემ შვილს, უნდა დაარქვას სახელი, ერთად უნდა ითამაშონ და მე უნდა მოკვდეს ეს. ანუ შვილს მიტირებთ თქვენი მოგდებული უპასუხისმგებლო საქციელის გამო. მოკლედ ეს პრობლემა ხომ არ მყოფნიდა. და შევდივარ TikTok-ზე, მეთქი, ნუ რა ვიცი, ცხოვრება ხო გრძელდება რა, დავათვალიერო სიახლეები რა ხდება და მივარდება ვადოს ვიდეო. ძაღალზე. რამოდენიმე საათის წინ დადებული. ძაღლებს მიადგნენ ისევ და ზუსტად ახლა გჭირდება თქვენი დახმარება აი ამ ცუგას გასაჩუქებლად. როგორც მოგწერეს, ეს ცუგა ახლა არის ხონში, ის მიატოვა პატრონმა და აი ესეთი ცუგები მომიყვანეთ, არ შეგიძლიათ, აი შეხედეთ. ავადმყოფია ალბათ 1-3 დღეში კვდება, ხო? აი მომიყვანეთ ეგეთი ცუგები. გავზრდი 3 დღე ვაჭმევ, მოვეფერები, ჩემ ცუგებს ეთამაშებიან. და ეგ ვადო გამოდის. უმძიმესი მდგომარეობა. ვადო, მე რატო არ მშველი? აი ესენი რატო არ მიყავს? წადი გააშვილე ესენი. წადი პატარა ნაციონალო, აი ესენი გამაჩუქებინე. რატო არ მაჩუქებინებ ამათ? იმიტომ რომ მე არ მოგცემ იმის უფლებას, რომ იტირო ჩემთან და გადაიღო ვიდეოები, ხო, ეგეთი რომ ხალხო შეხედეთ, გაჭირვებულ ბიჭს მიუგდეს 3 წელი ლეკვი. ეს პატარა ბიჭი ჩვენ დახმარებას საჭიროებს. იმდენად სასწრაფო ამბავია, რომ ადგილზეც კი ვერ მოვახერხე ჩასვლა. როგორც კი მომწერეს, ეგრევე გადაწყვიტე ვიდეოს ჩაწერა და ნუ მალე ახალი პატრონი მოსაძებდა. იმდენად სასწრაფო ამბავია, რომ ადგილზეც კი ვერ მოვახერხე ჩასვლა. და შემდეგი ვიდეო უდევს, აი 2 საათში ამ ვიდეოს შემდეგ დადო OpenAI-დან ვიდეო. თქვენ გონიათ მართლა ერთობა? არა, ვადო იქ არის მისული თავისი ამომრჩეველის შესარჩევად და მოსაზიდად.
იმიტომ რომ მართლა ეჭვმეპარება რომ ეხა ვადო ჭკვიანი ბიჭია რა, იმიტომ რომ პოლიტიკოსმა მდიდარმა მამამ გაზარდა და იდიოტად ნამდვილად არ გაზრდიდა და აქ გაუშვა რომ წადიო მოიპოვეო ამ დებილი ბავშვების ხმებიო და ყველას დებილ ბავშვებს არ გეძახით რა თქმა უნდა, უბრალოდ ისინი ხართ მხოლოდ დებილი ბავშვები, რომლებიც ყვიროდით რომ ისინი რომ მოგიწოდებდნენ სცენიდან და რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და თქვენ ვიწყვილოთ აი გენი ხართ დებილი ბავშვები. ხო და მაგ დებილი ბავშვების ხმის მოსაპოვებლადაა მისული რა, სრული სერიოზულობით გეუბნებით რომ აი მაგისთვისაა მისული რომ 1-10 წელში რომ გამოვა მე რაღაცა საპრემიერო ან საპრეზიდენტო არჩევნებზე მე იმ ბავშვებმა გაიხსენენ რომ უი ვადო ჩვენთან ერთად ერთობოდა ოპენიარზე ამას მივცემ ხმას ზოგადად ოპენიარზე რომ ვისაუბროთ განამედ წინააღმდეგი ვარ და არ მინდა ეგეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ ხა ახალგაზრდები ვინც მიყურებთ რომ მე მაგის წინააღმდეგი ვარ და არა ახალგაზრდები სახლში უნდა ისხდეთ არა სახლში არ უნდა ისხდეთ კი ბატონო იცეკვეთ იმღერეთ რადგან აკეთეთ მაგრამ მე ვარ წინააღმდეგი იმის რომ ახალგაზრდები დაგადებილონ ამ ფულის ამღებმა შემსრულებლებმა რა რომლებიც გისრულებენ თქვენ ახალგაზრდებს ამ ყველა მეგობრობით ამ ფერადით ანსაცმლით და აი ვითომ არაფერი ხდება და ვითომ თქვენ წასულები ხართ უბრალოდ საცეკვაოდ ვითომ თქვენ წასულები ხართ უბრალოდ რომ მოусმინოთ ვიღაცას და აყვეთ სიმღერაში და მე უცებ გამოდის გამოწყაურდება ეს კორძი და თავისუფლება პოლიტპატიმრებს თავისუფლება მზია ამაღლობელს და თქვენც გახართ დებილებივით რადგან მაგ დროს ძალიან მარტივია აყვე ადამიანს როდესაც უსმენ მაგალითად მოусმენ ერთი მის მიერ შესრულებულ სამ სიმღერას სამივე სიმღერაზე გაერთე იცეკვე და შემდეგ გეუბნება რაღაცას რომ და ამ დროს შენ ყვირი და იმას არც უფიქრდები რას გეუბნება და იმას არ უფიქრდებით რა მესიჯებს გიგზავნიან რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს ამ დროს შენ არ ფიქრდები რომ სტოპ ერთწამი ვიზე ვყვირი ქალზე რომელმაც პოლიციის უფროს ხელი გაარტყა არ მინდა ამაზე ყვირილი რომ კორძი მიყვარხარ და აი ამაშია საქმე რომ ესეთ რაღაცებს გისრულებენ და თქვენ პატარები ხართ და ვერ ხვდებით ჯერ და ეხა ისეც გეწყინებათ რომ მე ვერავინ შემისრულებს კი გისრულებენ ისე რომ თქვენ ვერც მოდიხართ აზრზე რადგან თუ მოგწონთ კორძის სიმღერები უპრობლემოდ მოусმინეთ მოგწონთ ცეკვა კორძის სიმღერებზე უპრობლემოდ იცეკვეთ მაგრამ ამ ყველაფერში შემდეგ ჩააქსოვს კორძი იმას რომ თავისუფლება ონისე ცხადაძეს და თქვენც აქ დებილები ვდგახართ რომ თავისუფლება იმას გიხსნით კორძი რომ ონისე ცხადაძე სკოლაში შევარდა და 8 და 12 წლის ბავშვებს ეუბნებოდა რომ დატოვეთო გაკვეთილებიო და წამოითო თავრობა გადავაგდოთო მაგას გეუბნებათ არა პატარებო არა მაგას არ გეუბნებათ აი ეს არის ზუსტად პროპაგანდა ამას ხსნის და ამას მოიცავს ეგ ერთი სიტყვა პროპაგანდა როდესაც გაჯერებენ რომ ხიარულები არიან ესეთი ფერადები არიან ესეთი საყვარლები ესეთ კარგ მუსიკას ქმნიან ის გითხრათ კორძმა რომ 1,200,000 ადამიანის დედის გინებას მიუძღვნა სიმღერა და მაგის გამო ერთი 20 კაცი დამიწეს ეგ გითხრათ რომ კორძის დაწერილია ის სიმღერა ოლე ოლა და მაგის გამო ვინ სიმღერა მე რომ დედა ეს ან კორძი გამოვიდა იმათ ბოდიში მოუხადა რომ მეგობრებო დიდი ბოდიში რომ თქვენ დედა მოგიწეს ჩემი დაწერილი სიმღერის გამო ეგ ყველაფერი გესმით იაზრებთ მაგ ყველაფერს არა რადგან უმარტივესია ის რომ ადამიანები აიყოლიო როდესაც მომენტში არიან შესულები აი მაგალითად კანი უესტის კონცერტზე წარმოვიდგენთ საკუთარი თავი ხო დაუკრა ერთი სიმღერა მეორე მესამე და უკვე სისხლი გიდუღთ ეიფორიაში ხარ და ამ დროს კანი უესტი იძახის რაღაცებს ესა და ეს აბა ტაში დაუკარით საქართველოს თქვენ დაიყვირე საქართველოს აფხაზეთი რუსეთს ეკუთვნის და თქვენ მაგაზეც დაიყვირებდით ანუ იმას კი არ გეუბნებით რომ თქვენ ეგრე თვლით მაგრამ მაგ მომენტში მაგაზეც დაიყვირებდით რომ ესე გაპარებთ კორძიც რომ კარგად ვერთობით მეგობრებო თქვენ თავისუფლება მზია ამაღლობელს ნუ დაგოიმდებით ახალგაზრდებო ნუ გეგონებათ რომ ვადო მაჭავარიანი თქვენთან მართლა იმისთვისაა მოსული რომ გაერთოს და თქვენსავით ერთობა არა
ვადო თქვენზე როგორ წინაა იცით პოლიტიკური განათლების მხრივ ახლა შეიძლება მათემატიკა ან რამე საგანი არ იცოდეს მაგდენად მაგრამ პოლიტიკური განათლებით თქვენზე ძალიან წინაა ვინც იქ იმყოფებით ბავშვები და ვინც დარწმუნებული ვარ მიდიოდით ვადოსთან და ეუბნებოდით რომ აუ ფოტო შეიძლება აი შენ და გიჭერ მხარს 10 წელში შენ და გიჭერ მხარს 10 წელში დარწმუნებული ვარ რომ იქნებოდა ეგეთ სიტუაციები და ვადო აი ზუსტად იგივენაირად გისრულებთ როგორც იქ სცენიდან მომღერლები ვადო თქვენ გონიათ მართლა კორდს უსმენს და ვიღაცებს არა ეს მოსულია რომ გაჩვენოთ რომ აი ნახეთ მეც ახალგაზრდა ვარ მეც გული შემტკივა იქ რაღაც ძაღლების ვიდეოები აქ რაღაც ახალგაზრდებთან დუიჟენია და მე 10 წელში აი გამოგაძრობთ აი ამ გართობას და ამ ფოტოებს იმ ადგილიდან რასაც ვერ გეტყვით რადგან ახალგაზრდები ხართ დამიჯერეთ ესე არის ცხოვრება მე ვიცი რა არის პროპაგანდა მე მესმის ეს ყველაფერი და მე პირდაპირ ხედავ რასაც აკეთებენ ეს პატარა არამზადები ასე რომ ვადო მოდი აქ და წაიყვანა ეს ძაღლები მე არ მჭირდება უკვე 8 ცხოველი მყავს 4 ძაღლი 4 კატა აღარ მინდა მეტი დავიღალე მართლა წავედი მოვაფსმევინო რადგან თავისთაც ვერ ფსამენ წავედი დავიშალეთ გამოიწერეთ არხი მაგითი ეხმარებით ჩემ არხს